დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელსაც დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ახორციელებს. წელს პროგრამამ სტარტი 2023 წლის 20 მარტიდან აიღო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ პირებს, რომლებიც უკვე სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ინდმეწარმის სტატუსი აქვს, შესაძლებლობა ეძლევათ მაქსიმუმ 7,000 ლარის ოდენობით მიიღო მხარდაჭერა საკუთარი საქმიანობის განსავითარებლად. თავარი მიზანი არის მიზნობრივი ჯგუფის, სადაც შედიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, მათი არსებული სამეწარმეო საქმიანობის შემდგომი გაძლიერება, რათა საბოლოო ჯამში ამაღლდეს მათი ეკონომიკური მდგომარეობა და შესაძლებლობები. შემუშავებული არის შესაბამისი კრიტერიუმები, ანუ რაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარები. შესაბამისად ბენეფიციარები შემდგომ შემოდიან საქმიანი წინადადებებით, დავარქვათ ამას ბიზნეს პროექტები, სადაც აღწერილია თავიანთი გეგმა, რას ითხოვენ და რისთვის უნდა ეს გამოიყენონ, რომ საბოლოო ჯამში გააძლიერონ და განავითარონ თავისი სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით. 20 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში ინდმეწარმე დევნილებს შეუძლიათ ყველა კრიტერიუმის დაცვით გაიარონ რეგისტრაცია როგორც ონლაინ, ასევე პირადად სამინისტროში. ეს ინფორმაცია აბსოლუტურად მთლიანად, ტრანსპარენტულად დაიდება ერთ-ერთ ფანჯარაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საიტზე დაიდება. ბენეფიციართა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთ თვეში კი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი სპეციალური შეფასების კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც მათი საქმიანობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი აგრარული თუ სამრეწველო ინვენტარი და დანადგარები გადაეცემათ. ყველა კრიტერიუმს აქვს თავიანთი ქულები და ამ ქულების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები, ყველაზე მაღალქულიანები და შესაბამისად ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში შემდგომ ვაკეთებთ შესყიდვას ამ მოთხოვნილი აქტივების და ვაჯილდოებთ, ასე ვთქვათ, ბენეფიციარებს და რასთან დაკავშირებით მათთან ფორმდება ხელშეკრულებები, სადაც გაწერილია მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები. ანუ როგორ მიზნობრივად ისინი იყენებენ ამ კონკურსში მიღებულ აქტივებს. მამუკა დავითულიანი 19 ბენეფიციართაგან ერთ-ერთია, რომელიც გასულ წელს პროგრამის ფარგლებში შეირჩა. იგი თავისივე საამქროში ხის კამებს ამზადებს და ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს. სოხუმიდანვე მიტაცებდა ხელობაზე მუშაობა. თბილისში ამის რეალიზებას ვერ ვახდენდი. 2008 წელს ომამდე შევიძინე მიწის ნაკვეთი, სადაც ავაშენე ჩემთვის საცხოვრისი და მოვაწყო საამქრო. აუცილებლობას წარმოადგენდა ჩემთვის მქონოდა ხის დასამუშავებელი დაზგა, რომელიც მე არ მქონდა და საკმაოდ ზვირად ღირებული იყო. ამაში მე სახელმწიფო დამიდგა, შეიძინა და გადმომცა. თურმე არსებობს ესეთი დაფინანსება ჩვენს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში, მეწარმე დევნილებისთვის სწრაფადვე მოხდა ყველაფერი, შეძენა, გადმოცემა, რაშიც მე მაყოფილი ვარ. ვყიდულობ მეორად პარკეტს და ამ დაზგა დანადგარის საშუალებით ვაკალიბრებ და ვამზადებ კომბინირებულ სკამებს. კინა ხისაგან შემდგარი ორი ესეთი კომბინაციით ეს ჩემი მარჯვენა ხელად იქცა ეს დანადგარი. 2022 წლის პროექტის კიდევ ერთი მონაწილე გალაქტიონ ღვინჯილია სტომატოლოგიური კლინიკის დენტალ ცენტრის დამფუძნებელია. პროექტში მონაწილეობის მიზანი სწორედ კლინიკის განვითარება და თანამედროვე ციფრული აპარატურით აღჭურვა იყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. წელს გავიგეთ აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს რომ აქვს დევნილთა მხარდაჭერის პროექტი ბიზნეს წამოწყებებზე, ან უკვე არსებული ბიზნესისთვის დახმარება. იყო გარკვეული მოთხოვნები, დავაკმაყოფილეთ ეს მოთხოვნები, გამომდინარე აქედან მოვხდით კონკურსში და გავიმარჯვეთ კიდევაც. დღევანდელი სტომატოლოგია
გადაერთო მთლიანად ციფრულ მეთოდებზე, ციფრული მუშაობის მეთოდებზე. ნაკლებად არის უკვე საჭირო ადამიანური რესურსი, როდესაც გაქვს შესაბამისი აპარატურა. სწორედ ესეთი აპარატია ერთ-ერთი 3D პრინტერი, რომელიც ხელით დამუშავების ნაცვლად საბოლოო პროდუქტს გვიმზადებს, ასე ვთქვათ, ციფრული პროგრამით, რაც ძალიან ხელსაყრელია, ძალიან ამარტივებს ჩვენ საქმიანობას, შედეგიც ბევრად უფრო უკეთესი გვაქვს, დროის ეკონომიაც, რა თქმა უნდა.